მახსოვს ბავშვობაში 88 წელს მამას მეგობარმა რომელსაც თავის დროზე დააღწია თავის საჭიროთა კავშირის შვილთან ერთად ფოტო გადაიღო თეთრ სახლთან და გამოვაგზავნა საახალწლო მოლოცვის ბარათთან ერთად და ჩემთვის ეს მომენტი დასამახსოვრებელი გახდა და დღესაც მახსოვს, ვინაიდან იმ დროისთვის პრაქტიკულად ეს რეალობა მიუწვდომელი ჩანდა საბჭოთა ბავშვებისთვის. 8 წლის ასაკში ვერ წარმოიდგენდა, რომ წლების შემდეგ არათუ უბრალოდ თავისი თვალით ნახავდა თეთრ სახლს, არამედ მსოფლიო პოლიტიკის დედაქალაქში, როგორც საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი ჩამოვიდოდა და შეხვედრებს ამერიკელ პოლიტიკოსებთან გამართავდა. კაპიტოლიუმის სტუმრებისთვის სულ ახლახანს გაიხსნა. ნიკა მელიას დელეგაცია და მთავარი არხის გადამღები ჯგუფი COVID შეზღუდვების შემდეგ ამ შენობაში ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც გავლენიან კონგრესმენებთან და სენატორებთან შესახვედრად შევიდა. ნაციონალური მოძრაობის ლიდერი პარტიის წევრებთან, ნონა მამულაშვილთან და თინა ბოკუჩავასთან ერთად წარმომადგენელთა პალატაში დეივიდ პრაისს შეხვდა. გავლენიანი პოლიტიკოსი კონგრესის პარტნიორობა საქართველოსთან თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ფორმატის თავმჯდომარეა. ნიკა მელიამ მას ნაციონალური მოძრაობის ხედვებსა და გეგმებზე ესაუბრა. შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში კონსენსუსი ნიკა მელიასთან დაკავშირებით მისი დაჭერისთანავე შედგა. მის ციხიდან გამოშვებას აქ ორპარტიული მხარდაჭერა ჰქონდა. შეხვედრები სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უფროს კრის სოჩასთან, სენატორ ჯიმ რიშთან, როჯერ ვიკერთან და რონ ჯონსონთან გაიმართა. ეს რესპუბლიკელი სენატორი ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა იყო მარტის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მოსმენაზე, სადაც ითქვა, რომ ყოველი დღე, რომელსაც ნიკა მელია ციხეში ატარებს, რუსეთის გამარჯვებაა. ციხიდან გამოსულმა პარტიის ლიდერმა ჯერ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაიხადა და შემდეგ ამერიკელ კანონმდებლებს ქვეყანაში მიმდინარე ვითარება დეტალურად გააცნო. ჩემთვის ემოციურიც იყო მათთან შეხვედრა, პიროვნულად ვინაიდან ამ ადამიანების მეცადინეობით და დამსახურებით ვარ მე დღეს იქ სადაც ვარ. სენატორმა ვიკერმა მაგალითად შეხვედრის მიმდინარეობისას დაავალა საკუთარი ოფისის წარმომადგენლებს, რომ ოქტომბერში არჩევნების მიმდინარეობისას ჩამოვიდნენ და დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს. და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ქონდა, ვინაიდან მოულოდნელი იყო, რომ უცბად ესეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო სენატორმა ადგილზე, სანამ მე ვიყავი მასთან ოფისში მისული. ვაშინგტონის 10 დღიანი ოფიციალური ვიზიტის გრაფიკი გადატვირთული იყო. შეხვედრიდან შეხვედრაზე სირბილთან ერთად ცოტა თავისუფალი დრო სპორტისთვისაც გამონახა. ისეთი ატმოსფეროა ვაშინგტონში, რომ გარდა ოფიციალური შეხვედრებისა, სურვილი გიჩნდება, რომ ივარჯიშო. იმიტომ შენს გარშემო ხალხი არის ყოველ ფეხის ნაბიჯი, ვინც ან დარბის, ან ცეკვავს, ან სხვადასხვა სახის ვარჯიშებით არის დაკავებული. ნიკა მელია ამერიკელმა კოლეგებმა მათთვის საყვარელ ბეისბოლის მატჩზეც დაპატიჟეს. ამერიკული ჰოთ-დოგიც დააგემოვნა და ნაციონალებს პირდაპირი გაგებით იქაც უგულშემატკივრა. ბეისბოლის ადგილობრივი გუნდი ნაციონალები პირატებს ეთამაშებოდა. ამ თამაშში ნაცებმა მოიგეს. მოგებამდე რთული გზა აქვს გასავლელი. შეხვედრები სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილესა და უშიშროების წარმომადგენლებთან გამართა და მათგან კიდევ ერთხელ მოისმინა თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველო და სამხრეთ კავკასიის რეგიონი პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციისათვის. Hello. Gamorjoba. How are you? Nice to see you. Nice to see you. Thanks a lot. ჯეიმსთაუნის ფონდში, რომელიც 84 წელს საბჭოთა დისიდენტების მხარდასაჭერად შეიქმნა, ციხიდან გამოსულ ნაციონალური პარტიის ლიდერს, პრეზიდენტმა გლენ ჰოუარდმა შეხვედრისთანავე უთხრა, რომ მასზე და მის დადებით რეპუტაციაზე ბევრი ჰქონდა გაგონილი, რომ სწორედ ნიკა მელიას მსგავსი პოლიტიკოსები არიან საქართველოს ნათელი მომავლის გარანტორები.
მასთან შეხვედრამ ჩემზე ძალიან დადებითი შთაბეჭდილება მოახდინა. ციხეში ყოფნის დრო მან საქართველოს მომავალზე ფიქრში გამოიყენა. ახლა საქართველოში რთული მდგომარეობაა, სახელმწიფო დაპყრობილია და მას მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტია აკონტროლებს. ნიკა საქართველოს მომავალს წარმოადგენს. მე ვფიქრობ, რომ ის და მისი მსგავსი პოლიტიკოსები არიან ძლიერი დემოკრატიის და ევროატლანტიკური ორიენტაციის გარანტორები. ჯეიმსტაუნის ფონდის მსგავსი ამერიკული ორგანიზაციები და მათი ლიდერები ამერიკის საგარეო პოლიტიკის ფორმირებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ. ნიკა მელიამ შეხვედრები ათობით ასეთ ორგანიზაციაში, მათ შორის ატლანტიკურ საბჭოში გამართა. შეხვედრა საქართველოს ისეთი დიდი გულშემატკივრები ესწრებოდნენ, როგორებიც არიან დენიელ ფრიდი, სახელმწიფო მდივნის ყოფილი მოადგილე, ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ უილსონი და სხვა მაღალი რანგის დიპლომატები, რომლებიც ბოლო თვეებში საქართველოში განვითარებულ კრიზისში აქტიურად იყვნენ ჩართულები. რომ არა ის კრიტიკის ზვავი, რომელიც მათ ნიკა მელიას უკანონოდ დაპატიმრების გამო ქართულ ოცნებას თავს დაატეხეს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ახლა მათთან შეხვედრის ნაცვლად ისევ ციხეში იჯდებოდა. საქართველოში ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა გაიგოს, რომ ისინი ერთიანი პოლიტიკური სისტემის ნაწილი არიან და რომ პოლიტიკურ ოპონენტებს პატივი უნდა სცენ. ცხადია, რომ ნიკა მელია ციხეში არ უნდა ჩაესვათ. ნიკა ახლა საქართველოში ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოთამაშეა და ჩვენ მისი მოსაზრებების მოსმენა ძალიან გვაინტერესებდა. აქამდე მას პირადად არ შევხედრივა, რა თქმა უნდა ვიცოდი ის, რომ ის დაპატიმრებული და დამწყვდეული იყო. მან ძალიან კონსტრუქციული და დემოკრატიული დღის წესრიგი გაგვაცნო. ძალიან კარგია, რომ ვაშინგტონში ჩამოდის ისეთი ოპოზიციური ლიდერი, როგორც ოპოზიციურ დემოკრატიას ეკადრება დემოკრატიული პრობლემების მქონე ქვეყნიდან. ეს ძალიან კარგია. COVID შეზღუდვების გამო გავლენიან ამერიკელ მაღალჩინოსნებთან შეხვედრები არაფორმალურ გარემოშიც გაიმართა. ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა საქართველოში ნიკა მელიასთან შეხვედრისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ მთავარი ოპონენტის ციხეში ჩასმით საქართველოს დემოკრატიამ უკან დაიხია. ნიკაზე ბევრი რამ წამიკითხავს, ერთმანეთს აქამდე პირისპირ არ შევხვედრივართ. საქართველოს მომავალზე ვრცლად ვისაუბრეთ, ძალიან კარგად ამიხსნა თუ რა სიტუაცია ახლა საქართველოში. ვაშინგტონში კონსენსუსია, კონგრესმენები, სენატორები და საქართველოს მეგობრები ერთხმად თანხმდებიან, რომ პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმა დემოკრატიის მშენებლობის პროცესში ნამდვილად არ იყოს სწორი. დატვირთული კვირის ბოლოს გვიყვება, რომ წარმოადგენდა მის პარტიას, მთელს ოპოზიციას, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ეცადა ყოფილიყო ქვეყნის წარმომადგენელი. შეხვედრებზე აქცენტებს არა ვიწრო პარტიულ, არამედ საქართველოს ინტერესებზე აკეთებდა. ოცნებობდით თქვენთან შეხვედრას, ახლა ვართ უკვე ერთი თვეა. ლინკოლნის მემორიალის ცნობილ კიბეებზე ინტერვიუს ნიკა მელიასთან მისი ზუგდიდელი თაყვანისმცემლები გვაწყვეტინებენ. გულშემატკივრებს პირდება, რომ შემდეგ ვიზიტზე ამერიკაში უკვე ახალი მთავრობა ჩამოვა. ამ გადმოსახედიდან ქართული პოლიტიკაც და ოპოზიციის ერთობაც სხვა ჭრილში დაინახა. კიდევ უფრო დასანანი არის ჩემთვის იცოდე, რომ ოპოზიციურ პლატფორმაზე ვიღაცას ეკამათება და ეკიშება. ოპოზიციაში დემოკრატიულ ძალებს შორის კამათი მაშინ, როდესაც უდიდესი გამოწვევა გვაქვს პუტინის ფედერაციის მხრიდან რა გვაჭუბებს, რა გვაკამათებს საჯაროდ, სანამ განეიტრალებული არ არის ეგზისტენციალური საფრთხე. არავის არ უნდა გქონდეს ჩვენ წარმოდგენა ქვეყანაში, რომ დემოკრატია არის ფიქსირებული სისტემა. დემოკრატია არ არის ფიქსირებული სისტემა, დემოკრატია არის პროცესი და აი ამ ქვეყანაშიც კი, სადაც სავანე არის დემოკრატიის, სადაც ბეღელია დემოკრატიის, არაფერი არ არის მუდმივი და ფიქსირებული. ყოველი დღე ეძღვნება დემოკრატიული ფასეულობების და ღირებულებების გამტკიცებას. და ეხლა წარმოვიდგინეთ რა ამხელა შრომა გვაქვს ჩვენ გასაწევი საქართველოში, ხომ? კიდევ უფრო მეტი უნდა მოვინდომოთ, ვიდრე ვინდომებდით. და მე მჯერა რომ მივახცეთ საწადელს და ვიცხოვრებთ თავისუფალ ქვეყანაში.